სამხედრო ფორმირებებს რაც შეეხება, მათ უკვე ეს მანამდე ჰქონდათ შექმნილი. იმ 9 აპრილამდე, აქ რომ მოხდებოდა თბილისში 9 აპრილი, მანამდე ჰქონდათ. აი ეს აიდგილა რო ჩამოაყალიბეს, აი სწორედ აიდგილა რამ ეს უკვე 88 წელია. 88 წლიდან მათ უკვე სამხედრო ფორმირებები ყავდათ შეიარაღებული ჯგუფები, რომლებიც იქ ადგილებზე იმყოფებოდნენ, ყავდათ თავიანთი მეთაურები, პირველადი რგოლი, მერე უფრო მაღალი რაიონის მასშტაბით. აი გუშინ თუ გუშინწინ შამბას ჰქონდა ინტერვიუ ამ საკითხებზე, ეს მე რამდენი ინტერვიუა, ადრეც ჰქონდა, მაგრამ აი გუშინ თუ გუშინწინ მან პირველად დაასახელა იქ რაიონებში ვინ ხელმძღვანელობდა ამას. მთლიანად ესე იგი შამბა იყო ამაზე მიმაგრებული იმ აიდგილარადან, ამ შეიარაღებული ფორმირებების ჩამოყალიბებაზე. თანაც ის ამბობს, რომ ეს იმდენად საიდუმლო იყო, რომ აი თვით აიდგილარას სხდომაზე და კრებაზე მე გამანთავისუფლესო იქიდან, რომ იქ პერიოდულად ანგარიში ჩამებარებინა, სად რა ჩამოვაყალიბეთ და რა გავაკეთეთ. იმდენად იყო გასაიდუმლოებული. ესე იგი მე ვიცოდიო ის რაიონების ხელმძღვანელები, რაიონის ხელმძღვანელებმა იცოდნენ 2-3 კაცი კიდევ და აი მორჩა და გათავდა. აი ასე ქსელი მათ ჩამოაყალიბეს ოჩამჩირეში, სოხუმში, გუდაუთაში და გაგრაში.